მოდით ჩვილობიდან სიყმაწვილემდე, ესე ვთქვათ, მოზარდობამდე ემოციურ თვითრეგულირებაში მიმდინარე ცვლილებებს დავუბრუნდეთ და ვნახოთ თითოეულიას ასაკობრივი ჯგუფი. დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ჩვილობით. ჩვილობა ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში, ანუ ჩვილობის ადრეულ ასაკში, ჩვილებს საკუთარი ემოციური მდგომარეობის რეგულირების მხოლოდ შეზღუდული უნარი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ არასასიამოვნო, ესე ვთქვათ, სტიმულატორს ზურგი შეაქციონ, გრძნობების გამძაფრებისას ტუჩები ამოძრავონ და წავონ, შინაგანი და გარეგანი სტიმულების, ესე ვთქვათ, გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან მაინც. შედეგად ისინი მომლელის ინტერვენციებზე, ანუ გაღიზიანებული ბავშვის ხელშეარყვანაზე, დაწევაზე და ნაზიხმით მოფერებაზე, საუბარზე არიან დამოკიდებული. ეს არის ის, რაც მათ ემოციას დაარეგულირებს. თავის ტვინის ქერქის სწრაფი განვითარება ბავშვის სტიმულისადმი ტოლერანტობას ზრდის, რა თქმა უნდა, და ამიტომ 2-დან 4 თვემდე მომლელები ამ უნარს პირისპირ თამაშის დროს და საგნებზე ყურადღების გამახვილებით აღვივებენ. ასეთი ურთიერთობისას ბავშვის ქცევებისადმი მორგების მეშვეობით მშობლები ჩვილებში სიამოვნების გრძნობას აღძრავენ მათი დადგუნვის გარეშე, ანუ აღძრავენ სიამოვნების აი ამ მომენტს გადააქვთ ბავშვის ყურადღება და ესე ვთქვათ იმ უარყოფით ემოციებისგან ანთავისუფლებენ. ამის შედეგად ბავშვების ტოლერანტობა სტიმულატორების მიმართ, რა თქმა უნდა, იზრდება, როგორც უკვე აღნიშნე. ამიტომ 4 თვის ჩვილებს ყურადღების გადატანის უნარი ემოციების კონტროლში ეხმარება უკვე. ბავშვები, რომლებიც არასასიამოვნო სიტუაციას სწრაფად აქცევენ ზურგს, დისტრესისადმი ნაკლებად მიდრეკილნი არიან. ანუ უკვე 4 თვის ასაკში შეიძლება მათ თვითონვე მოახდინონ ზურგის შექცევა რაღაცა გამღიზიანებლისადმი, თვალის არიდება, ზურგის შექცევა ძალიან ხატოვანი გამოთქმაა, რა თქმა უნდა. ანუ არიდონ თვითონვე თავი რაღაც არასასიამოვნო გამღიზიანებელს. ცხოვრების პირველი წლის ბოლოს ცოცვა და სიარული ბავშვებს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ემოციების გამოხატვა, ასევე სხვადასხვა სტიმულებთან მიახლოებითა და განშორებით ემოციების დარეგულირების საშუალებას, შესაძლებლობას უпростоრად აძლევს. ისეთი მშობლების ჩვილები, რომლებიც ბავშვების ემოციურ სიგნალებს გარემოების მიხედვით ამოიცნობენ და ამ სიგნალებზე გულისხმიერ რეაქციას იძლევიან, ნაკლებად ნერვიულები, მეტად ცნობისმოყვარენი არიან და ადვილად წყნარდებიან რაღაცა დაძაბულობის შემდეგ. მშობლები, რომლებიც ელოდებიან მანამ სანამ ჩვილების სიგნალი ძალიან ინტენსიური არ გახდება და ბავშვებში მძაფრი დისტრესის სწრაფად გამოწვევას ეს მომენტი ბავშვებში მძაფრი დისტრესის სწრაფად გამოწვევას უწყობს ხელს. ანუ არიან მშობლები, რომლებიც ძალიან სუსტ სასიგნალო, აი ამ ემოციურ სასიგნალო მაჩვენებლებს ვერ ხვდებიან ბავშვი, სანამ ის თითქმის ლაპარაკს არ დაიწყებს და პირდაპირ არ იტყვის რაღაცას და შესაბამისად ვერ წაწყნარებენ ასეთი მშობლები, მათ არ ეხმარებიან უარყოფითი ემოციების დაძლევაში და ესეთი ბავშვები არიან მიდრეკილნი სწორედ აი ამ მძაფრი დისტრესებისაკენ. მომავალში მშობლებისთვის ასეთი ბავშვების დაწყნარება უკვე ხდება რთული, შეგნებულ ასაკშიც, ბავშვებს კი საკუთარი თავის დამშვიდების სწავლა თავისით უძნელდებათ. თუ მომლელები არ არეგულირებენ ჩვილთა სტრესულ გამოცდილებას, სტრესის, ესე ვთქვათ, ჩამხშობი თავის ტვინის სტრუქტურა შესაძლოა სათანადოდ ვერ განვითარდეს და შედეგად მივიღოთ ის, რაც უკვე ვთქვი. შედეგი კი ამ დროს ასევე ემოციების რეგულირების შემცირებული უნარის მქონე, მშფოთვარე, ემოციური რეაქციების მქონე მოზრდილი ბავშვია. ცხოვრების მეორე წლის ბოლოს საკუთარი თავის წარმოჩენისა და მეტყველების დაწყებასთან ერთად ემოციის, ესე ვთქვათ, რეგულირების ახალი მეთოდები ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ დისტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას 2 წლის ბავშვს ხშირ შემთხვევაში ცოტა ხნით შეუძლიათ ყურადღების გადატანა,
ამას უფროსის დახმარებით უკეთ ახერხებენ ისინი. ამასთანავე მათი მეტყველება იმდენად გამართული არაა, რომ ემოციები სამართავად გამოიყენონ. მაგრამ როგორც კი ბავშვები შინაგანი მდგომარეობის ახსნას იწყებენ უკვე ვერბალურად, ზრუნველებს მათთვის დახმარების შესაძლებლობას აძლევენ. მაგალითად, რაღაცა ძალიან შემაშინებელი პერსონაჟების მქონე ზღაპრის თხრობისას 22 თვის ბავშვმა წამოიყვირა დედიკო მეშინია, დედამ წიგნი დახურა, გადადო, ჩაეხუტა შვილს და სხვა უფრო დადებითი ემოციების მატარებელი ამბის მოყოლა დაუწყო. შემდეგი პერიოდი გახლავთ, როგორც იცით, ადრეულ ბავშვობა. 2 წლის ასაკის შემდეგ ბავშვები საკუთარ გრძნობებზე ხშირად საუბრობენ უკვე ვერბალურად და მათ გაკონტროლებას აქტიურად ცდილობენ. 3-4 წლის ასაკში კი ემოციური თვითრეგულაციის სხვადასხვა სახის სტრატეგიებზე საუბრობენ. მაგალითად, მათ იციან, რომ ემოციების ჩახშობა სენსორული მიმღებების შეზღუდვის საშუალებით, მაგალითად, არასასიამოვნო სურათის ყურებისას, ხელების თვალებზე აფარება, ან არასასიამოვნო ხმის გაგონებისას ყურებზე ხელების მიფარება, ასევე საკუთარ თავთან საუბრით ახერხებენ. მაგალითად, იძახიან, რომ დედიკომ თქვა, მე მალე მოვალო. ხმამაღლა ეუბნება თავის თავს, ესეც არის ერთ-ერთი საშუალება არეგულიროს თავის ემოცია, ან ასევე მიზნების შეცვლით. მაგალითად, ჩათვალონ, რომ საერთოდ არ უნდათ თამაში, მაშინ, როდესაც თამაშს დაატოვებინებენ თავისი თანატოლები. გამოვა და იტყვის, იცი რა, მე საერთოდ არ მინდა თამაში. აი ეს ყველაფერი ამასაკის ბავშვებს საშუალებას უქმნის ეს უნარები, რომ ებრძოლონ თავიანთ, ესე ვთქვათ, უარყოფით ემოციებს. ანუ არეგულირონ თავიანთი ემოციები. ბავშვების მიერ ზემოთაღნიშნული სტრატეგიების გამოყენება სკოლამდელ ასაკში რამდენიმე უმნიშვნელო ემოციურ აგზნებას გულისხმობს. ვთქვათ, სკოლამდელებისთვის უარყოფითი ემოციების გამომწვევი წყაროდან ყურადღების გადატანა ემოციის მართვის ეფექტურ სტრატეგიად რჩება. 3 წლის ბავშვებს, რომლებსაც ყურადღების გადატანა შეუძლიათ, სკოლის ასაკში ურთიერთობაში ძალიან მაღალი, ხოლო პრობლემული ქცევის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ანუ ამ ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ სკოლაში რა მიღწევები ექნება ბავშვს. უფროსების მიერ გრძნობების მართვაზე დაკვირვებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვები ემოციების რეგულირების სტრატეგიებს, ესე ვთქვათ, სწავლობენ. თბილი, მომთმენი მშობლები, რომლებსაც ბავშვებს ვერბალური, ესე ვთქვათ, კომუნიკაციით, ვერბალური ახსნებით, სიტყვიერად და სტრატეგიების შეთავაზებით გრძნობების გაგებასა და კონტროლში ეხმარებიან, მათში სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლის უნარს აძლიერებენ.